12 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს განმანათლებლის წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადა. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოვებული იყო, ძეხვთისა მუბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო. საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. წმინდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი საქართველოში აჭარაში შემოვიდა, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა და პირველად იქადაგა სახარება. როდესაც ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი და უფრო ადრე რუსეთის იმპერიის ნაწილი, მაშინ ეს დღესასწაული ასეთი მნიშვნელობით, ასეთი ხარისხით არ აღინიშნებოდა. და აი დღეს უკვე ამ დღესასწაულს ასეთი ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ჩვენ ვართ სამოციქულო ეკლესია. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჩვენი დიდი განმანათლებლის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ღმერთმა მშვიდობა, სიკეთე და ჯანმრთელობა მოგცეთ. ამინ. ანდრია პირველწოდებული პირველი შემოვიდა საქართველოში. საქართველოს მფარველად მეოხატა შემწედ. ერთ-ერთი პირველი იყო ქრისტეს მოციქული და პირველი იყო და გვიხარია რომ დღეს აი ამ დღესასწაულს აღნიშნავთ და ზეიმობთ ჩვენ. სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები. გადმოცემით ტაძარი თავად წმინდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 13 დეკემბერი წმინდა მოციქულის აღსრულების დღეა, 12 მაისი კი საქართველოში შემოსვლის.